საქართველოს პოსტა 1993 წლიდან მსოფლიოს საფოსტო კავშირის წევრია, ხოლო 2001 წლიდან საფოსტო კავშირის კოოპერატივის წევრი. რა შესაძლებლობებსა და ბენეფიტებს აძლევს ეს ფაქტი საქართველოს პოსტას და ამავდროულად რა მომსახურებებს მოიცავს საერთაშორისო საბაჟო და საფოსტო კავშირში ჩართვა. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში სტუმრებისთვის. მადლობა ბატონო ლევან სტუდიაში მობრძანებისთვის. თავდაპირველად მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრობა რა მნიშვნელობის მატარებელი არის და ასევე რომ გითხრათ რა ვალდებულებები გვაკისრია წევრობით და რა ბენეფიტებს იღებს საქართველოს პოსტა. მსოფლიო საფოსტო კავშირი გახლავთ 192 ქვეყნისგან შემდგარი კავშირი, ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაცია, საბაჟო საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ნერგავს, შეიმუშავებს ინსტრუმენტებს და ახორციელებს იმპლემენტაციას ერთგვაროვანი წესების ამ ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებით ყველა ქვეყანაში. იმ მიზნით, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს ერთგვაროვანი საფოსტო მომსახურება, რისი საბოლოო მიზანიც გახლავთ, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული. რა ბენეფიტს გვაძლევს თუ ბიზნეს ბენეფიტს უნდა გავმიჯნოთ? ბიზნეს ბენეფიტი, ფინანსური ბენეფიტი აქ ნაკლებად არის, აქედან მიღების შესაძლებლობა და თუ მექნება საშუალება თქვენს ეთერის საშუალებით ამაზე ვისაუბრებ, ეს გახლავთ პირველ რიგში ვალდებულებითი ის ნაწილი, რომელთაც უნდა მოემსახურო როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს იმ მიზნებით, რომ იყოს ინფორმირებული და შეეძლოს საფოსტო მომსახურების მიღება იმავე ხარისხით, როგორიც დაუშვათ მჭიდრო დასახლებულ ტერიტორიაზე, მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე და კონდეს კომუნიკაცია სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალური მონაცემებით, მაგალითისთვის დღევანდელი ოფიციალური მონაცემით ეს გახლავთ 67% გეოგრაფიული ტერიტორიის, სადაც შესაძლებელია რომ მიიღო წვდომა ინტერნეტზე, მაგრამ ის მეორე თემაა, რამდენს აქვს მოწყობილობა, რომლითაც მიიღებს ამ მომსახურებას. თუ ამასაც გავითვალისწინებთ და იმ გაყიდული კომპიუტერების რაოდენობასთან კავშირს გავაკეთებთ, ძალიან მცირე რაოდენობა ის, ვისაც აქვს დღევანდელ მსოფლიოში ინტერნეტთან წვდომის საშუალებით მიიღოს ინფორმაცია, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ინტერნეტით შეიძლება ინფორმაცია მიიღო, მაგრამ საფოსტო დარგი უფრო ფართოა და ეს მატერიალური სახით გადასაცემ პროდუქციასაც გულისხმობს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მოწინავე ყოფილიყავით, სხვა ქვეყნებთან შეჯიბრობითობის პრინციპი მუდმივად მოქმედებს და ხარისხი მუდმივად ფასდება ამ ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის მხრიდან, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არის ყველა ქვეყნების ვალდებულებითი ნაწილი ამ ნორმების შესრულება და თუ კი ფინანსურ მოგების შესაძლებლობებს განვიხილავთ, არ იქნება ჩემთვის ურიგო, იმიტომ რომ როგორც ზოგადად დღევანდელ გლობალურ მართლობაში რაღაც მოიშალა და მთლად ისე აღარ არის მექანიზმი, ჩვენთან უფრო ადრე შეინიშნებოდა ეს, რადგან როგორ ვიმეორებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია, ყველაზე მეტად აქვს დანერგილი გლობალური მართლობისთვის ინსტრუმენტები და აი რა მოიშალა, ესეც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, დღევანდელი პროცესებით მიყვება ამას და იმედი მაქვს, რომ ეს საფოსტო დარგი ამ თავის გადაცდომებს შეძლებს და გამოასწორებს. კი ბატონო, საინტერესოა რა საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დაცვა უწევს საქართველოს და ამავდროულად საფოსტო მიმართულებით ბუნებრივია და როგორ ხდება ამავდროულად ამ ყველაფრის აღსრულება. პირველ რიგში ჩვენი მიზანიც დასაწყისში 2013 წელს დავიწყეთ ამაზე მუშაობა და წლის ბოლოს უკვე შევძელით ინტეგრაცია იმ ელექტრონულ პროგრამაში, რომელთაც ყველა სხვა დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნები, წევრი ქვეყნები სარგებლობენ. მაგალითისთვის დღევანდელი მონაცემებით საქართველოს პოსტის საფოსტო სერვის ცენტრში, მაგალითად წალენჯიხაში მიღებული გზავნილი, როგორც კი დარეგისტრირდება, ადრესატი ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაცია და საბაჟო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ იცვლება მონაცემი. მაგალითისთვის იაპონია მიცის, რომ დღეს საქართველოს მიიღო გზავნილი, რომელიც დეკლარირებულად არის შიგთავსით ასეთი ამდენი წონის და იგზავნება მისი მიმართულებით. აქ არის უსაფრთხოების თემები, საავიაციო უსაფრთხოება, საფოსტო უსაფრთხოება, შეიძლება გაჩერდეს ეს გზავნილი, არც კი გაიგზავნოს, ან პირიქით მზადყოფნა ქონდეს, რომ ეს გზავნილი ადრესატამდე მიიტანოს. ზედ როგორი მისამართიც არ უნდა ეწეროს, იქნება ეს თბილისი თუ იქნება ყაზბეგი, იგივე მომსახურების ხარისხი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ზომავს ქვეყანაში შემოსვლიდან
იმ ვადებში უნდა მოხდეს ადრესატისთვის მიწოდება და ასევე შემდეგ უკუგზავნილიც რა თქმა უნდა. საქართველოს პოსტა ასევე არის პოსტ ევროპის წევრი და ამავე დროს როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრიც. ეს ფაქტი ბატონო ლევან ურთიერთწინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ერთმანეთთან? ურთიერთწინააღმდეგობაში პოსტ ევროპის შემადგენლობაში 54 ქვეყანა, პოსტ ევროპას მართავს 11 ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, მე ვარ წარმომადგენელი დირექტორთა საბჭოში პოსტ ევროპის და პოსტ ევროპა გახლავთ როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირთან, ასევე ევროკომისიასთან ასოცირებული ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს ანალიზს და აძლევს დასკვნას თავის დარგიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკომისიას. აქ არის ბევრი საკითხი, თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ვეცდები რომ ძალიან მოკლედ მოვყვეთ, სადაც შეიძლება გლობალური მართლობიდან გამომდინარე რა შემთხვევებთან გვაქვს საქმე, შემიძლია თავმად აღწერო, რომ კეთილი მიზნებიდან გამომდინარე და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ეს კავშირი, მსოფლიო საფოსტო კავშირი დღეს ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა, აი ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ აი მივედით ასეთ შემთხვევებამდე. მოგეხსენებათ, რომ მსყიდველუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ანუ ყველა საფოსტო ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია იყოს იმ სეგმენტში, სადაც იმ ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც მსყიდველუნარიანი მსოფლიო მოქალაქე ცხოვრობს. ხო, ამ შემთხვევაში გაიხსნა ეს საზღვრები და ეს დაიწყო ევროკავშირმა 90-იან წლებში, როდესაც საფოსტო ოპერატორმა თავისი სიძლიერე შეაფასა და აქვს შესაძლებლობა, რომ მაგალითისთვის მარტო ბელგიაში კი არა, ჰოლანდიიდანაც მიიღოს ფინანსური შემოსავალი. უზრუნველყო თავის ქვეყნის მოსახლეობა, მაგრამ ფინანსური რესურსი არ ყოფნის, ვალდებულებითი ნაწილის შესრულება ძიმია, საკმაოდ ძვირადღირებულია და საკუთარი ქვეყნიდან მიღებული შემოსავლებით აღარ ყოფნის ამის დაკმაყოფილება, აქვს რესურსი რომ გაიშალოს, სხვა ქვეყნიდანაც მიიღოს. დაიწყო ლიბერალიზაციის პროცესი. ეს ლიბერალიზაციის პროცესი ჯერ გეოგრაფიულად ევროპაში იყო და შემდეგ განევრცო. მაგალითისთვის, როგორც ეხლა საქართველოს გამოირჩევა მზარდი მსყიდველუნარიანობა იზრდება ყოველწლიურად და უამრავი კომპანია, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი საფოსტო ოპერატორები. ასეთივე გახდა ჩინეთის ტერიტორია და დიდი ხანია უკვე ყველა ევროპული საფოსტო ოპერატორები ჩინეთში მოხვდნენ და მაგალითისთვის აი ამერიკა იღებდა გზავნილებს არა ჩინეთიდან, არამედ ევროპული საფოსტო ოპერატორებიდან. ამიტომ აი რასაც ვამბობ, ცოტა მოიშალა მექანიზმები თქო, ეს იყო 2019 წელი, როდესაც ამერიკამ მოახერხა, ძლიერმა თავისას მიაღწია, მსოფლიო საფოსტო კავშირს აქვს ერთიანი შეთანხმებული ტარიფები ყველა ქვეყნებისთვის. ერთიანი ტარიფით ვემსახურებით ერთმანეთს. ეს დაბალია თვითღირებულებაზე, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ ამ დაბალ ტარიფში მოემსახურო, დანარჩენი შენ უნდა დააფინანსო. ამერიკამ უარი განაცხადა, შტატებმა განაცხადა უარი და თავისი ტარიფები წარუდგინა კავშირს, რომ მხოლოდ ამ თუ კი მას ამ ტარიფს გადაუხდიდნენ, იმ შემთხვევაში გააგრძელებდა წევრობას და როგორი უცნაური არ უნდა იყოს, გაიტანა. ეს და ამერიკისთვის განსხვავებული ტარიფია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისთვის. აი ამ დროს ევროპამ თავის საბიუჯეტო სახსრების შესავსებად გაანულა საბაჟო იგივე უფრო გასაგებად რომ ახსნა როგორც ჩვენთან 300 ლარის ქვემოთ რო გაანულა ევროპამ პირდაპირ შემოვალი მის შემოვალი გზავნილებიდან პირდაპირ ბიუჯეტისკენ მიმართა და დელეგეს სახით და ნუ თავისივე მნიშვნელოვანი ხა შემდეგი თავისი ევროპული ევროსაბჭოს რეგულაციებიდან გამომდინარე სცადა ამისი მართვა და იგი ეთქვით ახლა რას ნიშნავს ეს როდესაც ვამბობ რომ გაშალა ქვეყნის გარეთაც საჭიროებაა რომ რესურსი გქონდეს რომ ქვეყნის გარეთაც შენ შვილობილი კომპანია იქნება თუ საკუთარი კომპანია იქ ადგილზე სხვადასხვა მაგალითისთვის ახლა შესყიდვების განხორციელებაზეა საუბარი ევროპულ ქვეყნებს მაგალითისთვის გერმანიას, საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთი აღარ არის დღეს მაგრამ მას განსაკუთრებით ძლიერი შვილობილი კომპანია ყავს რომელიც სხვა ქვეყნებიდან იღებს საფოსტოდან შემოსავალს შვილობილ კომპანიაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა. ჩვენ კი ევროდირექტივით ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს პოსტა იქნება თუ შვილობილი კომპანია, ორივეზე ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა. ჩვენ შევიზღუდეთ ქვეყნის გარეთ
შეუძლებელია მაგალითად საწვავი იყიდო, ხო? სახელმწიფო შესყიდვების კანონით სხვა ქვეყანაში. რადგან ჩვენ ძალიან მძლავრი ქსელი შევქმნით ევროპაშიც არ ჩამორჩით და იგივე როგორ არ ჩამორჩით, ვერ შევედრები ახლა 300 თვითმფრინავი ყავს იმას Deutsche Post და ყოველდღიური ფრენისთვის მარტო ერთ ქალაქში ფრანკფურტში როგორ არ ჩამორჩით, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ძლიერი ქსელი ავაწყეთ ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე, რომელსაც აი ამითი შეფერხებას გიქმნის, რომ სახელმწიფო შესყიდვით მე ვერ ვიყიდი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საწვავს ვერ შევარემონტებ მანქანას პარტნიორს ვერ გავაფორმებ კონტრაქტს ტენდერით მოძიებულ იქ პარტნიორზე თვითონ ამისი უფლება აქვს. ეხლა რაც შეეხება ამას, ეს სწორედ პოსტ ევროპა ამ შემთხვევაში პოზიტიურ როლს იმითი ასრულებს, რომ რადგან ჩვენ ესეთი წევრი ვართ, რომელიც აქტიური წევრია თან დირექტორთა საბჭოში ვართ, ისეთი ქვეყნების ხელმოწერით ევროკომისიაში გავაგზავნეთ წერილი, რომ რეგულაციებიდან ამოიღონ თუ თანაბარია ბაზარი და ლიბერალიზირებულია ყველა დღეს საქართველოს პოსტა არ იმყოფება თანაბარ მდგომარეობაში ჩვენზე მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების კანონი ყველა სხვა დანარჩენზე არა მას შეუძლია სასურველი პროდუქტი ხვალ ხელში კონდეს და ჩვენ შეიძლება წლები გავიდეს და ვერ შეიძინო ამიტომ მიმართვა გავაკეთეთ პოსტ ევროპიდან სწორედ იმ ორგანიზაციიდან რომელიც ევროსაბჭოსთვის ევროკომისიისთვის მუშაობს და შეიმუშავებს საფოსტო დარგში თავის შეხედულებას წარუდგენს მიმართვა გავაკეთეთ ეს არის ნორვეგია ეს არის გერმანია საფრანგეთი ესპანეთი ნიდერლანდები, თურქეთი ხელმოწერა რომ არ გავცელდეს არც ერთ არა მარტო საქართველოსთვის მუშაობთ ამ შემთხვევაში არც ერთ საფოსტო ეროვნულ ოპერატორზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა რადგან ეს იწვევს პირდაპირ დისკრიმინაციას არა თანაბარ პირობებში აღმოჩნდი სხვა კერძო კომპანიებთან მიმართებაში. აი მოლოდინი მაქვს ძალიან მაინტერესებს როგორი შედეგი იქნება ისეთი ძლიერი ქვეყნები რომელიც ჩამოთვალე ყველა თანახმაა რომ ეს პრობლემაა და ამ შემთხვევაში საქართველოს პოსტა არ არის თანაბარ პირობებში სხვა კერძო კომპანიებთან მიმართებაში. აი საინტერესოა როგორ გადაწყვეტილებას ვადები როგორი არის დაახლოებით როდის გვეცოდინება თუ არ არის ესე კონკრეტულად გაწერილი ვადები? არ არის კონკრეტულად გაწერილი ვადები, როგორც წესი პრაქტიკიდან გამომდინარე თუ ავიღებთ 2 თვე მაქსიმალური ვადა იყო, როდესაც ჩვენს კითხვაზე პოსტ ევროპიდან კითხვაზე მინიმუმ პასუხი მიგვეღო, აი ველოდები ეს სულ 2 კვირის წინ გაიგზავნა ასეთი მიმართვა და ძალიან დიდი მონდომები და შემართებით ველოდები თუ როგორ დარეგულირდება, ამიტომ ვამბობ რომ რაღაც მექანიზმი მოიშალა. მაგალითისთვის თუ კი Deutsche Post შეუძლია DHL-ის საშუალებით საქართველოსდან ბიზნესი აწარმოოს და გაიტანოს აქედან და დააფინანსოს Deutsche Post-ი, რატო არ უნდა შეეძლოს საქართველოს პოსტას, რომ გერმანიაში იგივე გააკეთოს თუ ამის შესაძლებლობები აქვს და აშკარად გვაქვს. რატო უნდა ბარიერი შემიქმნა რეგულაციისგან გამომდინარე, რომელიც დასაწყისშივე უსამართლოა. ანუ აი ესეთი ამ გლობალური მართლობის ისევე როგორც ვერ შევადარებ ახლა მთლიან გლობალური მართლობას იმხელა პრობლემა აქვს მაგალითად ახლა ჩემს გაუგებარია ეს პოზიტიური დისკრიმინაცია რას ნიშნავს დისკრიმინაცია და როგორ შეიძლება ერთი პოზიტიური იყოს და მეორე ნეგატიური არ მესმის და ნუ აი მსგავსი საკითხებიც ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო რადგან მე რაც ჩამოთვალე ახლა ეს მოხდა 2019 წელს 2021 წელს ევროპაში 19-ში ამერიკაში უფრო ადრე შეინიშნება რადგან უფრო ძველი ორგანიზაცია უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს და მასზე მოქმედება უფრო აღიქვავს სენსიტიურია უფრო კი ბატონო ლევან საინტერესოა თანამედროვე ტექნოლოგიები ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტი და ეს მიმართულებები რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ერთის მხრივ პოსტისთვის და საფოსტო მომსახურებისთვის და მისი განვითარებისთვის და მეორეს მხრივ პირიქით გამოწვევები ხო არ შექმნა ამ ყველაფერმა საფოსტო სერვისისთვის ანუ რა თქმა უნდა ეს გამოწვევა მე მქონდა პრეზენტაცია artificial intelligence ხელოვნურ ინტელექტზე ბელგრადში გამართულ პოსტ ევროპის სხდომაზე სადაც საკმაოდ ისეთი პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს იმ მიმართულებით მაგალითად როგორც არის call center-ი მაგალითად იმ ადამიანებისთვის ვისაც სმენის
დაქვეითებული სმენა აქვს, ამ მხედველობა ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელია ისე მიაწოდოს სერვისები მინიმუმ ინფორმაცია, რომ მისთვის იყოს ხელსაყრელი. თუმცა საფოსტო დარგისთვის ის რომ ეს ერთ მისამართზე უნდა აიღო და მეორე მისამართზე მიიტანო, ჯერ ასეთი ტექნოლოგია არ არის რომ ჩაანაცვლოს ის რომ ან შიდაწვის ზრავიან მანქანაზე უნდა დაждდეს ადამიანი, ან ელექტრომანქანაზე და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილდეს. ბატონო გრება, რაიმე ფინანსური რესურსის მოზიდვა თუ ხდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლის წევრიც საქართველო არის და საინტერესოა ასევე ამ რესურსის სწორად განკარგვაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოს საფოსტო კავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თავის წევრებზე, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო 2013 წელი, ეს იყო ინტელექტუალური რესურსი, როდესაც ექსპერტები დააფინანსეს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და შეგვიფასეს ადგილზე გარემო. მაშინ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, არანაირი საოპერაციო პროცესები არ იყო გამართული და ფაქტიურად სამოქმედო გეგმა მოგვცეს, როგორ უნდა გაგვიგრძელებინა საქმიანობა და შედეგი გამოიღო. 2015 წელს დაბრუნდნენ, ასე იყო გაწერილი, 2 წლის ვადა ჰქონდა და ვადაზე ადრე გქონდა სრულად შესრულებული და მაშინაც ჯილდო და მსგავსი შეფასებები მივიღეთ მსოფლიოს საფოსტო კავშირიდან. დღეის მდგომარეობით მაგალითისთვის მსოფლიოს საფოსტო კავშირში გახლავთ არსებობს ხარისხის ფონდი, რომელიც ზრუნავს სხვა განვითარებად ქვეყნებში საფოსტო ხარისხის გაუმჯობესებაზე. სხვათა შორის თავმჯდომარედ ახლახანს არჩეული იქნა ნუგზარ ბრეგვაძე, ჩვენი საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ის განკარგავს 500 მილიონია მე მგონი ეს ფონდი და საქართველოსთვის გამოიყო დაფინანსება დახარისხების მანქანის შესაძენად, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, 9 მილიონს აღწევს მისი ღირებულება და მსგავსი უამრავი დახმარება და ამაში რაც მთავარია რომ საქართველოს პოსტა მონაწილეობას იღებს, ჩვენ ვართ საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრი, სადაც აი ყველა ქვეყნისთვის საერთაშორისო ნორმის შემუშავებაზე 40 ქვეყანასთან ერთად მუშაობს საქართველოს პოსტაც. ამიტომ ძალიან ახლოს ვართ იმ საკითხებთან, რომელიც შემდგომში ყველა ქვეყნისთვის შესასრულებლად სავალდებულო იყოს და მგონი პატივია და დაფასება რომ გვაქვს საშუალება რომ ამ ნორმების შემუშავებაში მონაწილეობდეთ, მათ შორის ჩვენი თანამშრომელი ხელმძღვანელობს იმ უზარმაზარ ფონდს, რომელიდან გამოყოფილი თანხებით სხვა ქვეყნებს ეხმარება ხარისხის გაუმჯობესებაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ლევან ჩიკვაიძე საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.